მათ თქვეს, რომ უკრაინა ომს წააგებდა. ეს გარდაუვალი იყო. რუსეთი უბრალოდ ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი იყო. სამხედროზე სახელმწიფო პატარა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც დასავლეთის დახმარება სჭირდებოდა, რომ თუნდაც 1-2 თვე გადაერჩინა. როგორ შეიცვალა ყველაფერი? უკრაინა ახლა ომის ოსტატია და იმდენად ძლიერია, რომ აშშ-საც კი სჭირდება მისი დახმარება ირანში. ქვეყანა, რომელიც ადრე სხვებზე იყო დამოკიდებული, ახლა მზადაა გახდეს ის ერი, რომელზეც მისი მოკავშირეები შეიძლება დაეხრდნონ თანამედროვე ომის ყველა ასპექტში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გააკეთა. უკრაინის ისტორიაში პირველად ჩვენი მებრძოლების სიმამაცე და ჩვენი ხალხის გამძლეობა საკმარისად არის შეიარაღებული, რომ რუსულ დარტყმებს დაუპირისპირდეს. განაცხადა ზელენსკიმ 13 აპრილს უკრაინელი იარაღის მწარმოებლების დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ გააერთიანა ის მხარდაჭერა, რომელიც პუტინის შეჭრის შემდეგ ბრავალმა მოკავშირემ გაუწია. საკუთარი თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად და იქცა იმ ძალაუფლებად, რომლსაც პუტინს ყოველთვის ეშინოდა. ეხლა უკრაინა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავისი ისტორიის განმავლობაში და ზელენსკი სწრაფად აცნობებს ამას მთელ მსოფლიოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის შეჭრაზე საუბრისას. მან დაამატა, მაგრამ ეხლა უკრაინელები უფრო ძლიერ პოზიციაში არიან ვიდრე ოდესმე. უფრო ძლიერები ვიდრე 2014 წელს, უფრო ძლიერები ვიდრე მე-20 საუკუნეში და უფრო ძლიერები ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში. ზოგისთვის ეს შეიძლება ცარიელ სიტყვებად მოგეჩვენოთ. ასე უნდა პუტინს, რომ დანარჩენმა მსოფლიომ მოისმინოს ზელენსკის ნათქვამი. წლების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა შეექმნა ნარატივი, რომ რუსეთი არის ოვლისძლე ძალა, რომელიც ნებისმიერ დღეს დაიფრთხობს უკრაინას. უკვე 4 წელზე მეტი გავიდა და ეს ნებისმიერი დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა. მაინც რუსეთი აგრძელებს თავისი დომინირების ისტორიის მოყოლას. კიდევ მარტის ბოლოსაც კი პუტინი უკრაინას 2 თვეს აძლევდა, რომ დონბასიდან გასულიყო, თორემ რუსეთის ძალები შევიდოდნენ და მთლიანად დაიკავებდნენ მას. ისევ რუსეთი წლებია ცდილობს ამას. ჯერ ვერ მიაღწია წარმატებას და წინ მთელი ციხესიმაგრეების ზოლის გარღვევა აქვს. რეალობა, რომელსაც ადგილზე ვხედავთ, ისაა, რომ ზელენსკის მიერ აღწერილი უკრაინა ზუსტად ასეთად იქცა და შედეგები თავად მეტყველებს ყველაფერზე. მარტში, როდესაც რუსეთმა დაიწყო გაზაფხულის შეტევა, რომელიც თითქოს 2026 წლის ბოლოს დონბასის დაცემამდე უნდა მიიმიყვანოს, უკრაინამ ყველა მნიშვნელოვან კატეგორიაში რუსეთს აჯობა. შორმანძილზე უკრაინამ რუსული დრონების თითქმის 90% და მისი უმეტესობა რაკეტების გაანეიტრალა. და რადგანაც მხოლოდ ყოველი მეათე რუსული დრონი აღწევდა მიზანს, უკრაინა პირველად ომის დაწყების შემდეგ შორ მანძილზე შეტევებში ლიდერობდა. უკრაინა მარტში რუსეთზე 885-ით მეტი შორ მანძილზე მოქმედი დრონი გაუშვა, ვიდრე რუსეთმა უკრაინაზე, რაც საერთო ჯამში 7347 შეადგენს. ანუ ყოველდღიურად საშუალოდ 227 უპილოტო საფრენი აპარატი ესმოდია თავს რუსეთის ტერიტორიას. მარტის განმავლობაში რეკორდები ერთი მეორის მიყოლებით ირღვეოდა. 17 მარტს რუსეთმა 2026 წელს ყველაზე მეტი დანაკარგი გამიცადა. პუტინის 1700 ჯარისკაცი უკრაინის იარაღს ემსხვერპლა. ჩვენს ბოლოსთვის რუსეთმა 35351 ჯარისკაცი დაკარგა, დაღუპულთან დაჭრილთა სახით, რაც წლევანდელი რეკორდული მაჩვენებელია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია 4 წელზე მეტი ხნის ბრძოლების განმავლობაში. აპრილში რუსეთმა საერთო დანაკარგებით 1,3 მილიონს გადააჭარბა. და დონეცკში, რომელიც დონბასის ნაწილია და რომლის წართმევაც რუსეთს ჯერ კიდევ სჭირდება უკრაინისგან, პუტინის ძალები ახლა იმ მდგომარეობაში არიან, რომ თითოეულ უკრაინის კვადრატულ კილომეტრზე, რომელსაც იპყრობენ, 316 ჯარისკაცს კარგავენ, რაც 0,38 კვადრატულ მილის ტოლია. ასე რომ რუსეთი დაახლოებით 900 ჯარისკაცს კარგავს თითოეულ კვადრატულ მილზე, რომელსაც იპყრობს. არა რომ ბევრს იპყრობდეს. მარტში რუსეთმა საერთოდ ვერ შეძლო ტერიტორიული წინსვლა, რაც პირველად მოხდა ბოლო 2 წელიწადნახევის განმავლობაში. რუსეთის მიერ მოპოვებული ყოველი წარმატება უკრაინის საპასუხო წინსვლამ გაანეიტრალა, რის შედეგადაც რუსეთმა დაკარგა 35000-ზე მეტი ჯარისკაცი ყოველგვარი წინსვლის გარეშე. ეს არის შედეგები, რომელსაც უკრაინა აღწევს ახლა, როცა მას აქვს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად სჭირდება. და რამდენიმე წუთში აგიხსნით, რატო უნდა მიაქციოს შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ყურადღება იმას, რასაც უკრაინა აკეთებს, რადგან უკრაინამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ირანში. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ბევრი ქონდა სათქმელი უკრაინის გარდაქმნაზე სამხედრო ძალად, რომელიც სრულად შეუძლია თავი დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი დიპლომატიური დათმები აღარ არის სენსაცია, თუმცა ყოველჯერზე ეს ძალიან სამართლიანი და სასიამოვნო ამბავია. დღეს უკრაინულმა დრონებმა საფუძვლიანად შეცვალეს ომის წარმოების მიდგომები. და ადრე, როცა ყველაფერი არტილერიის რაოდენობით წყდებოდა, ახლა ბრძოლის ველი უდაოდ ქვეითების სიმამაცითა და დრონების გამოყენების მასშტაბით განისაზღვრება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან დაამატა, რომ უკრაინამ შეიმუშავა საკუთარი ელექტრონული ბრძოლის სისტემები და რომ ამ დრომდე ქვეყნის მიერ გაწეულმა მუშაობამ მას რუსეთთან თანაბარ დონეზე ოფნაზე მეტიც კი მოუტანა. უკრაინა ახლა თავის პარტნიორებთან პარიტეტს აღწევს. ისინი, ვინც უკრაინას აძლევდნენ, ახლა თავად იღებენ ამ ქვეყნისგან. როდესაც უკრაინა მუშაობს ახალი სტრატეგიების შემუშავებაზე, რათა დაძლიოს რუსეთის ბალისტიკური რაკეტები, ის ახალიბებს თავდაცვით პარტნიორობას ევროპელ მოკავშირეებთან და სხვა ქვეყნებთან.
ევროპაში ბევრს ახლა ეს აქვს საფიქრალი, ამბობს ზელენსკი რუსეთის ბალისტიკური საფრთხის შესახებ. ეს არ უნდა იყოს სიურპრიზი. რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში ბევრი ევროპელი დააფიქრა იმაზე, რომ პუტინს და მის გარემოცვას სურთ ყურადღება გადაიტანონ ევროპასა და ნატოს ქვეყნებზე, თუ მოახერხებენ უკრაინაში ომის მოგებას. ბალისტიკური რაკეტები ნებისმიერი რუსეთის თავდასხმისთვის ევროპულ ქვეყანაზე მთავარი იარაღი იქნებოდა. ზელენსკისთვის ეს ფაქტი უკვე ქმნის შესაძლებლობას უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობისთვის საპასუხო ზომების შემუშავებაში. უკრაინა შეიძლება იყოს ეს ლიდერი, ამბობს ზელენსკი ბალისტიკური რაკეტების პროექტზე საუბრისას. და კიდევ ერთხელ, ზელენსკი მოჰყავს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი დამცველი არა მხოლოდ ევროპის, არამედ იმ ქვეყნებისა, რომლებიც კონტინენტს გარეთ არიან და რომლებიც რუსეთისა და პუტინის მხარდამჭერი ქვეყნების მოქმედებების შედეგად ზიანდებიან. ჩვენ ამას ძალიან კონკრეტულად უგრძნობთ ახლა, როდესაც ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურეში, აზიაში, აფრიკაში, ყველა ქვეყანა ძალიან დაინტერესებულია უკრაინული იარაღით, უკრაინული სამხედრო გამოცდილებით, რომელიც მათ დაცვაში ეხმარება, განაცხადა ზელენსკიმ. და მან კაფეოდ აღნიშნა, რომ უკრაინას უკვე აქვს მოდელი, რომელიც ამის განხორციელებას უზრუნველყოფს. ამ მოდელზე მალე ვისაუბრებთ. არის რაღაც ზელენსკის ნათქვამში, რაც კიდევ ერთ ნიშანს იძლევა, რომ აშშ-ს სჭირდება უკრაინა ირანში დასახმარებლად. სინამდვილეში ორი რამ. უკრაინა თანამშრომლობს სპარსეთის ყურის რეგიონისა და აფრიკის ქვეყნებთან. მას შემდეგ, რაც აშშ-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ, ირანის რეჟიმმა დახურა ჰორმუზის სრუტე და დაიწყო დრონების გაგზავნა თავისი მეზობელი ყურის ქვეყნების ტერიტორიაზე. ასობით ირანული შაჰიდის დრონი იქნა გაშვებული და სწორედ ეს ტიპის დრონებია, რომლებსაც რუსეთი იღებს და შემდეგ აწყობს უკრაინაზე თავდასასხმელად. უკრაინამ შექმნა ამ დრონების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ჩამჭერები, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც უკრაინის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი ახლა ასეთი მაღალია. სპარსეთის ყურის ქვეყნები ამას ყურადღებას აქცევენ. უკრაინამ 10 წლიანი ხელშეკრულებები გააფორმა კატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რომლებსაც სურთ გამოიყენონ უკრაინის მიერ შექმნილი იარაღი, რათა თავი დაიცვან ირანისგან. საქმე კიდევ უფრო ღრმად მიდის. მარტში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ 200-ზე მეტი ანტიდრონული ექსპერტი გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში, რათა შეესრულებინა თავდაცვის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს ექსპერტები მხოლოდ უკრაინის ახალი სპარსეთის ყურის მოკავშირეების წვრთნით არ შემოიფარგლებიან. ზელენსკიმ თავად განაცხადა, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსული შაჰიდის დრონების განადგურებაში, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ახლა სპარსეთის ყურის დაცვაში ეხმარებიან ირანის წინააღმდეგ. რაც შეეხება აფრიკას, RFI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას ახლა ლიბიაში 3 ბაზა აქვს, რომლებიც შესაძლოა გამოიყენეს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ობიექტებზე დარტყმებისთვის. ეს ყველაფერი ისევ იმით არის განპირობებული, რაც უკრაინას აქვს სავაჭროდ. დრონების ექსპერტიზა და იარაღი ძალიან თხოვნადი საქონელი გახდა და უკრაინა მათ იტენებს ისეთი ურთიერთობების ასაშენებლად, რომლებიც მას არასდროს ექნებოდა, რომ არა პუტინის მიერ უკრაინის სამხედრო ძალად გადაქცევის იძულება. რუსეთს მხოლოდ საკუთარი თავი აქვს დასადანაშაულებელი. ომი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, წლები აგრძელდება და ამან უკრაინა იმ დონემდე მიიყვანა, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ, არამედ სხვებთან თანამშრომლობა და მათთვის დახმარების გაწევაც. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმით, რასაც ზელენსკი G2G-ს, ანუ მთავრობათა შორის მოდელს უწოდებს. ასეთი ტიპის შეთანხმებებით უკრაინა პირველ რიგში პარტნიორი ქვეყნის მთავრობასთან დობის დამყარებაზე კონცენტრირდება, შემდეგ კი დანარჩენ საკითხებზე გადადის. კონტრაქტები იმ ქვეყნის შიგნით არსებულ საწარმოებს შორის მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, რაც მთავრობათა შორისი ჩარჩო შეთანხმება იქნება მიღწეული, რასაც ახლა ვხედავთ სპარსეთის ყურეში, ლიბიაში და ევროპის მრავალ ქვეყანაში. უკრაინას აქვს მოდელი, აქვს იარაღი და მზად არის გაუზიაროს ისინი თავის პარტნიორებს დასახმარებლად. აქ შემოდის აშშ-ის როლი. ამჟამად აშშ-ში ჩართულია ომში ირანთან, რაც მას უქმნის ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრისთვის უკრაინა იდეალურად არის პოზიციონირებული. აშშ-ს სჭირდება უკრაინა ირანში. მაგრამ სანამ ავხსნით როგორ და რატო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა ამისთვის. მაშ, აშშ-ს სჭირდება უკრაინა. რატო? სანამ ამ კითხვაზე გადავიდოდეთ, საჭიროა სწრაფად განვიხილოთ გარკვეული წინაპირობები. 13 აპრილს აშშ-მ გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ბლოკადას დააწესებს, მას შემდეგ რაც ირანთან მკიფე ცეცხლის შეწყვეტა დაირღვა. აშშ ამტკიცებს, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული პროგრამის შეჩერებას. ამიტომაც აშშ გეგმავს ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს ის მთავარი ბერკეტი, რომელიც ირანს ოპერაცია ეპიკური რისხვის განმავლობაში ჰქონდა. აშშ-ს ბლოკადა სრულიად განსხვავებულია იმ ბლოკადისგან, რომელიც ირანს ჰქონდა. ირანი სწრაფნავებს იყენებს, აშშ კი სამხედრო გემებს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უთანასწორობა საზღვაო ძალებში ნიშნავს, რომ აშშ-ს შეუძლია წარმატებით დაბლოკოს ირანის პორტები, ეს ასევე ქმნის პრობლემებს. პირველ რიგში სამხედრო გემები ბევრად უფრო დიდი სამიზნეებია, ვიდრე სწრაფი ნავები. როდესაც ამ გემებს ერთსა და იმავე ადგილას დიდი ხნით დარჩენა უწევთ, როგორც ეს ხდება ბლოკადის დროს, ისინი ირანის შაჰიდის მუქარების მიმართ დაუცველები ხდებიან. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ეს ბლოკადა საერთოდ შეიქმნა, გვიჩვენებს, რომ ირანის ომი კვლავ იწყება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გააფრთხილა, რომ ვინც კი შეეცდება აშშ-ის გემზე თავდასხმას, ჯოჯოხეთში გააგზავნის, რაც გვიჩვენებს, რომ ის სრულიად მზადაა კვლავ განახორციელოს ის ტიპის ავიადარტყმები, რომლებმაც ირანი აიძულა საპასუხოდ თავისი სპარსეთის ყურის მეზობლების წინააღმდეგ მიეტანა იერიში. ამ დაზარალებულმა სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მიზეზის გამო დაამყარეს პარტნიორობა უკრაინასთან. ეხლა სწორედ ამ მიზეზით იგივე უნდა გააკეთოს აშშ-შუმაც.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც ირანი უქმნის ნებისმიერ მტერს, იქნება ეს აშშ თუ სხვა, არის მისი შაჰიდის დრონები. აშშ მეს უკვე იცოდა, ოპერაცია ეპიკური რისხვის დასაწყისშივე და წარსულში უკრაინისთვისაც მიუმართავს დახმარებისთვის. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ზელენსკი. 5 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული მხრიდან იყო თხოვნა დახმარებოდნენ ირანის შაჰიდის დრონებთან ბრძოლაში, რის შემდეგაც ზელენსკიმ უკრაინელ სპეციალისტებს მისცა მითითება, რომ აშშ-სა და მის სპარსეთის ურის მოკავშირეებს ირანის თავდასხმების მოგერიებაში საჭირო ყველა საშუალებით დახმარებოდნენ. იმ დროს ტრამპი საკმაოდ გახსნილი ჩანდა ამ წინადადების მიმართ და განაცხადა: "ნებისმიერ დახმარებას მივიღებ, ნებისმიერი ქვეყნისგან." უკრაინამ დაინახა შესაძლებლობა გარიგების დადებისთვის. გადამჭერი დრონები პატრიოტის რაკეტების სანაცვლოდ, რომლებსაც უკრაინა გამოიყენებდა საკუთარი თავის დასაცავად რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან. ტრამპის რეაქცია ამ თხოვნაზე იყო უარი, ეთქვა უკრაინის დახმარებაზე. მაგრამ ეხლა როცა ჰორმუზის სრუტეში სიტუაცია კვლავ იძაბება და ამერიკულ სამხედრო გემებს აძლევენ ბრძანებას დაიკავონ პოზიციები, სადაც ისინი შაჰიდის დრონებისთვის დაუცველები ხდებიან, აშშ-ს მოუწევს ერთ ფაქტს შეეგუოს: მას უკრაინა სჭირდება. და ამის 5 მიზეზი არსებობს. პირველი მიზეზი ისაა, რაზეც უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ. უკრაინა დრონებით ომის გლობალურ ოსტატად იქცა. ეს იციან სპარსეთის ყურის ქვეყნები, ამიტომაც აწერენ ხელს 10 წლიან თავდაცვის შეთანხმებებს უკრაინასთან. სწორედ იმ შაჰიდის დრონებს, რომლებსაც ახლა ირანი იყენებს აშშ-ს, მის ბაზებსა და სავარაუდოდ მალე სხვია ობიექტების წინააღმდეგაც. ამერიკული სამხედრო გემები ის იარაღია, რომელსაც უკრაინა ომის დიდი ნაწილის განმავლობაში უმკლავდებოდა. ირანმა შაჰიდის დრონები რუსეთს მიაწოდა. უკრაინისთვის ეს ნიშნავს, რომ ირანი აგრესიის დანაშაულში თანამონაწილეა უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ამას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს. თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ უკრაინას იძულებული გახდა შეემუშავებინა საწინააღმდეგო ზომები იმ იარაღის წინააღმდეგ, რომლის დაძლევაც თავად აშშ-ს სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი საწინააღმდეგო საშუალებაა ჩამჭერი დრონები. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც აშშ-ს ახლა უკრაინა სჭირდება. ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიხედვით, უკრაინა მთელი ომის განმავლობაში რუსეთთან ავითარებდა ჩამჭერი დრონების ტექნოლოგიას. ეხლა უკრაინამ ეს ტექნოლოგია სრულყოფილად აითვისა. პატარა ჩამჭერი დრონები იყენებენ კინეტიკური ენერგიის კომბინაციას და ზოგ შემთხვევაში მცირე საბრძოლო თავაგებს, რათა გაანადგურონ შაჰიდის დრონები, რომლებიც მათზე ბევრად დიდია. ხოლო იანვარში უკრაინამ 80,000 ჩასი ჩამჭერი დრონი გამოიყენა, რაც ადასტურებს, რომ უკრაინას შეუძლია მასშტაბურად აწარმოოს ეს თავდაცვითი იარაღი. დამატებითი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ უკრაინა ახლა ყოველდღიურად დაახლოებით 1500 ჩამჭერ დრონს აწარმოებს, რაც თვეში დაახლოებით 85,000 შეადგენს. დიდი ალბათობა, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეცმეტ შეძლებს აწარმოოს, თუ ისეთი ქვეყნისგან, როგორიცაა აშშ, ინვესტიციას მიიღებს. ასე რომ, უკრაინას აქვს ის გამოცდილება და ინსტრუმენტები, რაც აშშ-ს ახლა ირანში სჭირდება. მესამე მიზეზი, რის გამოც აშშ-ს უკრაინას სჭირდება, არის ის, რომ ფასი მისაღებია. საბჭო ამატებს, რომ უკრაინას დამპყრობი დრონის აშენება დაახლოებით $300-დან $1,200-მდე უჯდება. ეს წვეთია ოკეანეში აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის კონტექსტში. და მაშინაც კი როცა ამ დამპყრობი დრონების ექსპორტზე აშშ-ში დამატებით ფასს დაადებთ, უკრაინის დამპყრობი დრონები ბევრად იაფია ვიდრე პატრიოტის რაკეტები, რომლებსაც აშშ ხშირად იყენებს ირანის შაჰიდის დრონების შესაჩერებლად. ეს რაკეტები ეფექტურია, მაგრამ თითოეული დაახლოებით $4 მილიონი ღირს, რაც ზედმეტად ბევრია ირანულ დრონებთან შედარებით, რომელთა წარმოებაც $20,000-დან $50,000-მდე ჯდება. მაშინაც კი როცა ამერიკა თვითონ ცდილობს გადამჭერი დრონების შექმნას, მაგალითად ლუკასის მსგავსი მოდელებით, მათი ღირებულება ბევრად აღემატება უკრაინის უკვე დამტკიცებულ გადაწყვეტას. ერთი ლუკასის დრონი დაახლოებით იგივე ღირს, რაც შაჰიდი. უკრაინული გადამჭერი დრონი კრონიკი ყველაზე იაფფასიან შაჰიდზე დაახლოებით 66-ჯერ ნაკლები ჯდება. ეს გვიყვანს მეოთხე მიზეზთან, თუ რატომ სჭირდება აშშ-ს უკრაინა ირანში. უკრაინა ბევრად მეტია, ვიდრე იაფფასიანი გადამჭერი დრონების მწარმოებელი. ალბათ უკვე შეამჩნიეთ ეს ზელენსკის კომენტარებიდან იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური გახდა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია და რამდენი უკრაინის პარტნიორი ეძებს უკრაინას. მაგრამ მოდით უკრაინის ინოვაციებს ციფრებით შევხედოთ. 14 აპრილს United24 Media-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ წარადგინა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია 56 იარაღის სისტემა, რომელიც უკრაინამ თავად შეიმუშავა. ამ 56-დან 31 დრონი იყო, 7 იყო სარაკეტო სისტემა, 4 ელექტრონული ბრძოლის საშუალება, ხოლო 6 რობოტული სახმელეთო პლატფორმა. სხვა ინოვაციებს შორის იყო 4 ახალი ტიპის ჯავშან მანქანა, 3 უპილოტო საზღვაო სისტემა და ასევე მობილური საჰაერო თავდაცვის კოშკურა. დაფიქრდით ამ იარაღების სიაზე ერთი წუთით. თითქმის ყველა მათგანი ის არის, რაც შეერთებულ შტატებს შეიძლება გამოადგეს ირანთან ომში. გამომცხილავების გარდა შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გამოიყენოს უკრაინული დრონები ირანული პოზიციებისა და სწრაფი ნავების დასარტყმელად. ასევე შეუძლია უპილოტო საზღვაო სისტემების გამოყენება ამ ნავების წინააღმდეგ. და რამდენიმე მობილური საჰაერო თავდაცვის ერთეული, რომლებიც დაემატება იმ თავდაცვის სისტემებს, რაც უკვე ჩამონტაჟებულია ამერიკის სამხედრო გემებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ხომალდების უსაფრთხოებას ჰორმუზის სრუტეში. უკრაინა იმ ტიპის ინოვატორია, რომელიც შეერთებულ შტატებს თითქმის ყველაფერთან გამკლავებაში დაეხმარება, რასაც ირანი დაუპირისპირებს. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია და შესაძლოა უფრო გადამწყვეტიც ვიდრე ყველა სხვა მიზეზი, რის გამოც შეერთებულ შტატებს უკრაინა სჭირდება, რაც აქამდე ვახსენეთ ისაა, რომ უკრაინა ამერიკას სთავაზობს იმას, რასაც თითქმის არც ერთი სხვა მოკავშირე არ სთავაზობს, ოპერაცია Epic Fury-ს მხარდაჭერას. დონალდ ტრამპი ხშირად წუხდა იმ ფაქტზე, რომ ამერიკის ნატოს მოკავშირეები არ არიან მზად ჩაერთონ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, ან იმ ომში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ირანთან დაიწყო.
ნატო იქ არისო, როცა ისინი გჭირდებოდნენ და არც მომავალში იქნებიან თუ ისევ დაგჭირდება. ხმამაღლა განაცხადა ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტერთან შეხვედრის შემდეგ 8 აპრილს. მართალია ეს თუ არა სადავოა. დღემდე შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც ნატომ თავისი ქარტიის მეხუთე მუხლია ამოქმედა, რათა აშშ-ს პირდაპირ დახმარება მიეღო ნატოს მოკავშირეებისგან 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. ამ მოკავშირეთაგან ბევრი შემდეგ ომში ჩაერთო, ჯერ ერაყში და შემდეგ ავღანეთში, რათა შეერთებულ შტატებს დახმარებოდა. მაგრამ სწორედ ამას ამბობს დონალდ ტრამპი და ეს აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ვერ იღებს იმ დახმარებას, რასაც ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებისას ელოდა. მაგრამ უკრაინას დახმარება სურს. შეერთებული შტატების სხვა ნებისმიერ მოკავშირეზე მეტად, უკრაინას ირანთან აქვს ანგარიში გასასწორებელი, რადგან ირანი რუსეთს შაჰიდის დრონებით ამარაგებს. 8 თებერვალს, როცა შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა, ვოლოდიმირ ზელენსკი თავად გამოვიდა X-ზე და თავისი აზრი გააზიარა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 57000-ზე მეტი შაჰიდის ტიპის დრონი გამოირენა, რომლებიც რუსეთს არ ექნებოდა ირანის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები გადამწყვეტად მოქმედებს, როცა ამერიკას სიმტკიცეს ავლენს, გლობალური კრიმინალები სუსტდებიან. ეს გაგებაც უნდა მივიდეს რუსებამდე, აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ სჯერა ამერიკის ქმედებები საბოლოოდ მშვიდობას მოიტანს ახლო აღმოსავლეთში. შესაძლოა ეს ოპორტუნისტულია. მაგრამ ეს თითქმის ყველაზე ძლიერი მხარდაჭერის განცხადებაა, რაც აშშ-ს ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის მიუღია ნებისმიერი ქვეყნისგან, რომელიც ომში უშუალოდ ჩართული არ არის. აბა რას ელოდება აშშ-ში? უკრაინას აქვს ანტიდოტი ირანის შაჰიდის დრონებისთვის. ის შეუძლია ეს ანტიდოტი უფრო იაფად აწარმოოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა და ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სამხედრო ძალა მსოფლიოში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ უკრაინას სურს აშშ-ს დახმარება. უკრაინა არის ოსტატი იმაში, რაც აშშ-ს ყველაზე მეტად სჭირდება. ეხლა ის მზადაა უპასუხოს ამერიკის მოწოდებას, ზუსტად ისე, როგორც აშშ-მ გააკეთა მაშინ, როცა უკრაინას დახმარება სჭირდებოდა. ერთადერთი ბარიერი, რომელიც როგორც ჩანს გზაზე დგას, არის ტრამპის ადმინისტრაცია. მაგრამ შესაძლოა უკრაინის გამოცდილებამ სხვა სფეროებში დაარწმუნოს აშშ-ში პარტნიორობის შექმნაში. საბოლოოდ უკრაინას მხოლოდ იარაღი არ აქვს შესათავაზებელი. უკრაინას ასევე მოუწია შავი ზღვის ბლოკადასთან გამკლავება რუსეთის შეჭრის გამო და მას აქვს გეგმა, რომელსაც აშშ შეიძლება მიხვეს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. გაიგეთ მეტი ამ გეგმის შესახებ და როგორ შეიძლება უკრაინამ დაეხმაროს აშშ-ს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სრუტეში ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი მასალა უკრაინის ომზე და ოპერაცია ეპიკური რისხვის შესახებ. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.